გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას თქვენი პარლამენტი, ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში. სტუდიაში მუშაობს ანა კანაპლევა. ამ წლის იანვარში მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა. მისი განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 50 მილიონი ლარი მოსახლეობის სულადობის მიხედვით გადანაწილდება. თვითონ გადაწყვიტა რა სჭირდება შენ სოფელს. ამ სლოგანით მიმდინარე პროგრამის ეფექტურობაზე ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები. ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრი ბატონი ლევან ვეფხვაძე. ბატონი ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს სტუმარს, ჩემს ოპონენტს და მივესალმები ჩვენს ტელეაუდიტორიას. ბატონ ლევან ვეფხვაძის ოპონენტი არის ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ბატონი თამას პეტრიაშვილი. ბატონო თამას, მოგესალმებით. მოგესალმებით. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის ფორმატის მიხედვით ჩვენ სტუმრებს დავუსვამ სამ კითხვას, რომლებიც მათ თავად შეადგინეს ერთმანეთისთვის. ბატონებო, ყოველი პასუხისთვის გაქვთ 25 წამი, თუმცა სანამ კითხვებზე გადავალთ, ასევე 25 წამი გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი პოზიციები გამოხატოთ ამ თემაზე. ბატონ ლევან, გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. უკვე მეოთხე წელია ეს პროგრამა მუშაობს, თუმცა გასული წლების მაგალითი გვიჩვენებს, რომ სოფლის მოსახლეობამ არ იცის საერთოდ რა არის გამოყოფილი და რაზე იხარჯება. სოფლის მოსახლეობა არ არის ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაზე და ანუ ნებისმიერ ეს პრობლემა არ პასუხობს სამწუხაროდ სოფლის საჭიროებას და გამგებელი ერთპიროვნულად იღებს როგორც წესი გადაწყვეტილებას. ძალიან ბევრი სამართლებრივი პრობლემაა, რომელიც უკავშირდება ქონებას და ამ შემდეგ. დიდი მადლობა. ბატონ თამას, თქვენი პოზიცია. უკვე მესამე-მეოთხე წელიწადია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფს თანხებს, რომელიც მიმართული არის სოფლის როგორც მეურნეობის, ასევე სოფლის განვითარებისთვის. ეს გადაწყვეტილება მთლიანად გადაცემულია სოფლის მოსახლეობაზე და მათ არჩევანზე, თუ რა პრობლემის და რომელი პრობლემის მოგვარება ჭირდება სოფელს პირველ რიგში. დიდი მადლობა თქვენი პოზიციებისთვის. ახლა კითხვებზე გადავიდეთ. ბატონ ლევან, თქვენი ოპონენტის პირველი კითხვა ასეთია. მიგაჩნია თუ არა მართებულად, რომ ჩვენი ქვეყნის სიძლიერე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოფლის სიძლიერეზე და დღეს ამ პროგრამით სოფლის წინაშე მდგარი პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების საშუალება გაჩნდა. მე მიმაჩნია, რომ ეს თანხა იმდენად მცირეა, რომ წლიდან წლამდე კონკრეტული პრობლემა, რომელიც გვარდება მეორე წელს უკვე თავიდან გასაკეთებელია და ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ სოფელში ეს ფული ელემენტარულად გადაიყარა, სწორედ იმის გამო, რომ თანხა იყო თავიდანვე ძალიან მცირე, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს 80 მილიონიანი პროგრამა, რომელიც სულ მცირე ეტაპობრივად მაინც მოაგვარებს ამ პრობლემას, თუ იმეს უნდა ეს პრობლემების მოგვარება დაიწყოს სოფლად. ბატონ თამას, თქვენი ოპონენტის პირველი კითხვა. რამდენად არის ჩართული სოფლის მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხომ არ გონიათ, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლები ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ დაიხარჯოს ფული? პრინციპში თუ ვინმე არის ჩახედული ამ საკითხში, ასეთი კითხვა აღარ დაებადება, იმიტომ რომ თვითონ სოფელი აკეთებს კრებას და ამ კრების ხმათმოძღვრების გადაწყვეტილებით დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც მერე განეგზავნება რაიონის გამგებელს, მუნიციპალიტეტის გამგებელს და შესაბამისად ხდება სოფლის გადაწყვეტილების აღსრულება. ბატონ ლევან, როგორ ფიქრობთ, შეუწყობს თუ არა ხელს ეს პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას? ყველაზე ცუდი სოფლებში რაც ხდება, ამ პროგრამით ხორციელდება გარკვეული პროგრამები, თუმცა სოფლის მოსახლეობა როგორც წესი არ არის ჩართული, მოყავთ სხვა, ასე ვთქვათ, ამ შეპასებს, თუ ვინმე მუშაობს, მოყავს სხვა რაიონებიდან ხალხი, ეს არის ძალიან ცუდი და გამაღიზიანებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბუნებრივია, რომ მთავარი არის თვითონ სოფლის მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული და დასაქმებული ამ პროგრამის განხორციელებისას. მადლობა. ბატონ თამას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები არაადეკვატურია სოფლად არსებული პრობლემების? ჩვენ სოფლის განვითარების პროგრამებთან და პროექტებთან დამატებით, პლუს შემოვიტანეთ ესეთი პროექტი, რომელიც არის სოფლის განვითარების პროექტი. მოსახლეობა შესაბამისად ხარჯავთ ამ ფულს, უნდათ სოფლის თვითონ სტრუქტურული განვითარებისთვის, უნდათ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ძირითადად ეს ფული ხმარდება სარწყავი არხების, გზების კეთებლობა და სარიტუალო სახლების მშენებლობას. პრინციპში სოფელი თვითონ წყვიტავს თუ როგორ მოიხმაროს ეს ფული. ბატონ ლევან, თქვენი ოპონენტის ბოლო კითხვა. ფიქრობთ თუ არა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ნიშნავს გლეხების ჩართულობას სოფლის პრობლემების მოგვარებაში? სამწუხაროდ არ ნიშნავს და ამას ვამბობთ ჩვენ, კარგა ხანია, რომ ისე იღებენ გადაწყვეტილებას გუბერნატორები და მუნიციპალიტეტის გამგებლები, რომ სოფელმა ეს არ იცი და ჩვენ ქონა კურიოზული შემთხვევებით, როცა სოფლის დახმარების პროგრამით იყიდა ერთ-ერთ სოფელში სოფლის რწმუნებულმა ბილიარდი დაიდგა სახში, ქონა შემთხვევები, როცა აშენდა წისქვილები ისე რომ ეს წისქვილები ვეღარ მიუერთეს ელექტროენერგიას და ასე დგას უმუშევრად და ბუნებრივია, რომ ეს პრობლემები ნამდვილად ვერ აგვარებს იმ თემებს, რომელიც სოფლად გვაქვს ჩვენ. თქვენ რა მოიწურა, დიდი მადლობა. ბატონ თამას, ბოლო კითხვა. რატომ აუგრძალეთ სოფლის მოსახლეობას სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი ფულით არსებული ეკლესიების შეკეთება ან აშენება?
პრაქტიკულად გადაწყვეტილებას მიღება ხდება სოფელში. შესაძლოა კი არა არის სხვადასხვაობა, უკრება ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს არის რთული პროცესი, სადაც მოსახლეობის ნაწილებს გააჩნიათ სხვადასხვა, ასე რომ ვთქვათ, აზრი. თუ სოფელი გადაწყვიტავს, რომ მთლიანად ეს თანხა მთლიანად მიმართოს რომელიმე ეკლესიის მშენებლობისთვის, ეს მათი პრეროგატივა და თუ არა, მაშინ მათი გადაწყვეტილებისათვის ხდება ამ ფულის ხარჯვა და აღსრულება იმ პროექტების. დიდი მადლობა თქვენი პასუხებისთვის. ახლა 25-25 წამი გაქვთ ისევ იმისთვის, რომ შეაჯამოთ დღევანდელი საუბარი. ბატონო ლევან. სოფლის დახმარების ფული არის სოფლის გადასაწყვეტი და ეს კითხვა, რომელზეც მე ჩვენ დავწვით სწორედ ამას გულისხმობ და თუ სოფელს უნდა რომ აშენდეს ან შეკეთდეს ტაძარი სოფელში, ეს ამაზე უნდა მიეცეს უფლება დაიხარჯოს ეს ფული. სამწუხაროდ ეს ფული მიდის იმ მიმართულებით, რომ სოფელმა თვითონ არ იცის, იკარგება ეს ფული და ბუნებრივია, რომ ამის შედეგი მე არის ძალიან მცირე და მიზერული, რომლის შესახებ სოფელი საერთოდ ინფორმირებული სამწუხაროდ როგორც წესი არ არის. ბატონო თამას, თქვენი შეჯამება. პრაქტიკულად სოფლის პროგრამა გამიზნული არის სოფლად პრობლემების მოგვარებაზე, იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელზეც თვითონ სოფლის მოსახლეობა ფიქრობს და წვითავს, რომ ეს არის მათი პირველი რიგის პრობლემა. პრაქტიკულად ეს არის სოფლის მეურნეობის გაგრძელების თქვა ერთი ხაზი, რომელსაც თვითონ სოფელი აკეთებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ 3000-ზე მეტი სოფლის დაფინანსებას. დიდი მადლობა ბატონებო, რომ იყავით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს, მე ამით გემშვიდობებით ნახვამდის.